მოვამზადოთ ძალიან გემრიელი საქონლის ხორცის წვნიანი ბოსტნეულთან ერთად. ჩემს ინსტაგრამზე ძალიან ბევრი წვნიანის ვიდეო რეცეპტი დევს, ამიტომ გამოიწერეთ, რომ გაიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება და არ იფიქროთ იმაზე, თუ რა მოვამზადოთ. ახლა გადავიდეთ კერძზე. საქონლის ხორცს პირველ ნახევარს მე ყოველთვის ვუქცევ და რადგან ნაკლები ცხიმი რჩება, ვამატებ 50 გრამ კარაქს. მე ვიყენებ შატილის ნაღების კარაქს, რადგან ვიცი რომ ნატურალურია და ვშუშავ წვრილად დაჭრილ ხავხთან ერთად დაფნის ფოთლებთან, ეგრეთ წოდებულ სამწნილე წიწაკასთან და წითელ ტკბილ წიწაკასთან ერთად. დავამატე სანელებლები, უცხო სუნელი, ქინძი და ხორცის საკმაზი, მოვშუშე 2-3 წუთი, შემდეგ დავამატე წვრილად დაჭრილი პომიდორი და სტაფილო, კარგად რომ მოიშუშა, გადავწყვიტე რომ დამემატებინა პაპრიკაც, რადგან ძალიან ხასხასა და ლამაზი ფერი მიცემს. დავასხამთ წყალს და ველოდებით ხორცის ნაწილობრივ მოხარშვას. შემდეგ ვამატებთ კარტოფილს და კარტოფილის რომ მოიხარშება, დავამატებთ ნიორს, ქინძს და ოხრახუშს. მარილს ამატებთ თქვენი გემოვნებით და მივირთმევთ გემრიელად.